9 წლის ბავშვის სისტემატური გაუპატიურების შემთხვევა 90-იანი წლების სვანეთში 35 წლის შემდეგ ნატავიბლიანმა დღეს ჩვენება გამომძიებლებს მისცა. სექსუალური ძალადობა, მკვლელობის მუქარა სოფლის დატოვების იძულება და სხვა არაერთი მძიმე ბრალდება. ნატავიბლიანის მონათხრობით მოძალადისგან მან 14 წლის ასაკში ბავშვი ნაადრევად გააჩინა, თუმცა დღემდე არ იცის რა ბედი ეწია ახალშობილს. ქალი ემიგრაციაშია, გავრცელებული ინფორმაციით უკვე გამოკითხულია ბიბლიანის 30 თანასოფლელიც. ბევრი წლის შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობები ნორმალიზდება, განაცხადა ილჰამ ალიევმა. პრეზიდენტის თქმით, დღეს სომხეთი აზერბაიჯანისგან იღებს დიზელის საწვავსა და სხვა ნავთობ პროდუქტებს. ალიევის განცხადებით, მათი ტერიტორიის გავლით სომხეთში საქონლის ტრანზიტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. პრიგოჟინის ბოლო ფრენის მეთვალყურე საკუთარი სახლის აივანზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. Moscow Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ალექსეი კორშენკო ფლობდა ინფორმაციას თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართავობაზე. ევგენი პრიგოჟინი რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის დამფუძნებელი იყო. ის 2023 წლის აგვისტოში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 2 თვის შემდეგ, რაც კრემლის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო. ნიკარაგუის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება. დანიელ ორტეგას თქმით, ეს ზომა აუცილებელია, რათა თავიდან აიცილონ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა. ორტეგას ჯერ არ განუმარტავს, თუ როგორ გაფორმდება იურიდიულად არჩევნების გაუქმება. ის პრეზიდენტის პოსტს 2007 წლიდან იკავებს.